მოკლედ რა იყო მან მოცემულობა? მოდი აი ცოტა ისტორიულ ჭრილში ზოგადად რატო გადაწყვიტა ტრამპმა მაინდა-მაინც ვენესუელაში შესვლა და რა იყო დე იურე და ისე დე ფაქტო მიზეზები? დე იურე მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ნარკოტიკები შემოედინება თურმე ვენესუელიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეგ ინფორმაცია ხო გავცედა და ბევრი ამბობს მაგას და ძალიან მარტივი არის, უნდა დაგუგლო და ნახო ინფორმაცია და 2024-25 წლების ამერიკაში ნარკოტიკებთან ბრძოლის ორგანიზაციის განცხადებით ვენესუელა არის მეორე ხარისხოვანი ტრანზიტულ როლს თამაშობს ამერიკაში ნარკოტიკების შეტანის. მთავარი ნარკოტიკების შემტანი ქვეყნები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკა, კოლუმბია, პერუ და ეკვადორი. ანუ ეს არის ძირითადი ქვეყნები, რისგანაც საიდანაც შედის ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკები. შესაბამისად, ცხადი არის, რომ ეს დე იურე მიზეზი არის უბრალოდ საშუალება გამოყენების, რომ თავდასხმა და ინტერვენცია განეხორციელებინა ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ კონკრეტულ ქვეყანაში და მაშინ რა არის, ხო, რეალური მიზეზები? პირველი ეს არის ნავთობი, რომ ყველაზე მეტი ნავთობი აქვს ვენესუელას მთელ მსოფლიოში 304 მილიარდი ბარელი, ეგ ერთი მოცემულობა და მეორე მოცემულობა არის უკვე 4 დეკემბერს გამოქვეყნებული ამერიკის შეერთებული შტატების ახალი უსაფრთხოების სტრატეგია, რომელსაც აუცილებლად განვიხილავთ. უბრალოდ მოდი შევაფასოთ საერთოდ, სანამ მე უკვე ამ კონკრეტული თემების განხილვაზე გადავალთ, შევაფასოთ რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე და როგორ შეიცვალა, რას გამოიწვევს ტრამპის ეს კონკრეტული ნაბიჯები მსოფლიოში. ზოგადად იმპერიები, რომ და საერთოდ შეერთებული შტატები, როგორც თანამედროვე მსოფლიოს უძლიერესი იმპერია, თავის ძალას, ასე ვთქვათ, ახორციელებს დედამიწის ყველა კუთხეში, სადაც ამის საშუალება არსებობს. ეგ ახალი არ არის. ხა როდიდან მოყოლებული გნებავთ ავღანეთი ავიღოთ, გნებავთ ვიეტნამი, ან თუნდაც აი უკვე თანამედროვე ეპოქაში ერაყი ავიღოთ, ყველაფერი უკავშირდებოდა რესურსებს. ყველგან ფორმალური მიზეზით, მაგალითად სადამ ჰუსეინის დაკავება და მე მისი გასამართლება უკავშირდებოდა იმას, რომ თურმე ის ფლობდა ქიმიურ იარაღს, რომელიც არ დადასტურდა. არა, თვითონვე აღიარეს, რომ არ სადეს მაგის დადგმა, რომ თუნ ქიმიური იარაღი ჰქონდა, მაგრამ არ გამოვიდა, ეგ არ ჰქონდა ქიმიური იარაღი. მაგრამ მიუხედავად მაგისა, საკმაოდ დიდი ხანი ერაყი ძარცვეს და იქაც ნავთობია ეხა მოგეხსენებათ, სხვათა შორის უფრო მაღალი ხარისხის ვიდრე ვენესუელაში. ვენესუელაში არის ბევრი ნავთობი, მაგრამ ხო, მაგრამ იქ შედარებით ეხა ვინც ერკვევა, მაღალგოგირდოვანი ნავთობია, უფრო სქელი, რომელიც უფრო დასამუშავებლად უფრო რთულია. ახლო აღმოსავლეთი მაგ მხრივ კიდე უფრო საინტერესოა, თუმცა ვენესუელა ეხა გეოგრაფიულად ახლოს არის შეერთებულ შტატებთან. ლოგისტიკურადაც მარტივია და ხარჯი მცირდება. ახლო აღმოსავლეთი უფრო შორს არის. მაგრამ ძარცვა იმათაც არ დააკრეს. ამ ჩვენ რას ვხედავთ ზოგადად? ეს უნდა შევაფასოთ. ჩვენ ეხა რა თქმა უნდა ამ გადაცემაში მე ვისაუბრებთ რა მხრივ არის ჩვენთვის საინტერესო. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ეგ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და ქართველებს როგორც ერთს რა ხდება მსოფლიოში, თორე ეხა ეგ სადღაც სხვა პლანეტაზე რო ხდებოდეს, შეიძლება ნაკლებად საინტერესო ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელას და შეერთებული შტატებიც აქედან ძალიან შორს არის, რაც იქ ხდება, ჩვენთვის ეგ რაღაცას ნიშნავს. ამას ცოტა მოგვიანებით, მაგრამ რო დავაკვირდეთ 21 საუკუნიდან მოყოლებული, აი საუკუნის მეოთხედი დასრულდა ახლა. 26 დაიწყო, სულ რამდენიმე კვირა არაც დაიწყო და თუ 27 დაიწყო მოკლედ. ჩვენ ხედავთ, რომ უფრო და უფრო ხისტები ხდებიან გლობალური მოთამაშეები. მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოები, აქ ეხა ვიღაცებს კი გონიათ, რომ მარტო რუსეთია, რუსული ჩექმა არსებობს და მარტო რუსეთს ახასიათებს სადღაც შეჭრა და დაბომბვა და დაპყრობა და რაღაცა, მაგრამ დასავლეთ ნახევარსფერო, კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ ხისტია და ჩვენ ხედავთ, რომ უფრო და უფრო საერთაშორისო სამართალი უფრო და უფრო ირღვევა და ფეხქვეშ არის გათელილი. ვენესუელაში რაც მოხდა პრეზიდენტის მოპარვა, ხო? და პირდაპირ გაცხადება, რომ ეს კაცი ჩვენთვის მეუღებელია და
ამიერიდან ჩვენ როგორც გვინდა ისე იქნება ეს ქვეყანა და სწორედ ტრამპი ეს რაღაც მართლა უცნაური მოვლენაა თანამედროვე სამყაროში, რომ პირდაპირ ამბობს ყველაფერს, დიდად არ ცდილობს რომ რაღაცა შეფუთოს, ხო? პირდაპირ ამბობს რომ აი ეს მადურო ჩვენთვის მეუღებელია და ამიერიდან ჩვენ როგორც გვინდა ისე იქნება ვენესუელა. ვენესუელა ეს ძალიან დიდი ქვეყანა არის. ტერიტორიულადაც მოსახლეობით დაახლოებით 30 მილიონი, ანუ პატარა ქვეყანა და მცირერიცხოვანი მოსახლეობით ქვეყანა არ არის. მაგრამ კიდევ უფრო ასე ვთქვათ შოკური რამ ხდება, ის თანამედროვე სამყაროში აბსოლუტურად ვიღაცას რო შეიძლება შოკი დაემართოს გრენლანდიასთან მიმართებით. იქ საერთოდ ამბობს, რომ ეს ჩემია. გრენლანდია უზარმაზარი მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია, რამდენიმე მილიონი კვადრატული კილომეტრია, რესურსებით ასევე ძალიან მდიდარი, სხვადასხვა რესურსებით, არა მარტო ნავთობით, სხვადასხვა რესურსებით და შეერთებული და ანუ ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს არის ჩვენ გვჭირდება. ფორმალური მიზეზი არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ანუ ჩვენ თუ არ მივიერთებთ, ან ჩვენი თუ არ იქნება, ან ჩინეთი რუსეთი შევა იქ და ეს საერთოდ აბსურდია, ხა რავი, სად ჩინეთი მაშინ პირველ რიგში ტაივანს მიხედავს, ხო? ეხა იქვეა გვერდზე და სად ჩინეთი, სად გრენლანდია, ზღაპარია. ანუ რუსეთია, რუსეთი უფრო ლოგიკურია მდებარეობიდან გამომდინარე, მაგრამ რავი, ეხა რუსეთი ჯერჯერობით უკრაინის თემით არის დაკავებული, ხო? თან გრენლანდიას იცავს ნატო. ეს არის დანია, ნატოს წევრი და გრენლანდიაც შესაბამისად ჩათვალე, რომ ნატოს ქოლგის ქვეშ არის. თუ ნატო მას ვერ იცავს გრენლანდიას, მაშინ საერთოდ მაშინ რა ბალტიისპირეთიც მიიერთ, იმიტომ რომ ბალტიისპირეთი კიდევ უფრო მეტად დაუცველია, იქვეა რუსეთი. ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცეა. თუ ნატოს წევრობა საკმარისი არ არის, რომ ეს ამის დაცვა გარანტირებული იყოს, ბალტიისპირეთი გამოდის აერშია, მაშინ ესეც მიიერთ, ხო? რა იცავს ლატვიას, ესტონეთს, ლიტვას. ისაა, რომ ნატოს წევრი დაუცველია თვითონ ნატოს წევრის მიმართ. ხო, აქამდე მივდიოდი, რომ აქ გამოდის, რომ ნატოს წევრი ერთ სახელმწიფოს, ნატოს წევრი მეორე სახელმწიფო ტერიტორიას ახევს. ასეთი მომენტები იყო ისტორიაში, გავისაუბრეთ სუეცის კრიზისი, როდესაც ნატო შექმნილი იყო და მერე დაიწყო სუეცის კრიზისი, როდესაც საფრანგეთ ბრიტანეთის ინტერესები, ეროვნული ინტერესები ემთხვეოდა ერთმანეთს, იმიტომ რომ მათი კაპიტალი იყო იქ და ისინი იყვნენ დაინტერესებული და მანდატი, იურიდიული მანდატი მათ ხელში იყო და როდესაც ეგვიპტელებმა ეგვიპტემ გადაწყვიტა სუეცის არხის ნაციონალიზაცია, ამერიკელების, ბრიტანელებმა და ფრანგებმა გადაწყვიტეს იქ ინტერვენცია. რის წინააღმდეგაც წავიდა ამერიკა და სხვადასხვა ქვეყნები, მაგრამ საბჭოთა კავშირი თავისთავად. და იქ გაეროს რეზოლუცია და მთელი ამბები იყო, მაგრამ მაშინ ასეთ მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა საკმაოდ ღრმა შრეებს შეეხო და უკიდურესად დაიძაბა მაშინ ვითარება, ყოველ შემთხვევაში მოგვარდა მაშინ. და მაგას ეს განაპირობა იმავე თვითონ ეგვიპტე არ იყო ამ ნატოს წევრი და მაინც გარკვეულწილად მაგანაც განაპირობა და ამ შემთხვევაში ჩვენ სრულიად სხვავარი სიტუაცია გვაქვს. აქ თვითონ ნატოსთან დაკავშირებით და შიდან ნატოს შიდა კონფლიქტი ხდება უკვე. და თუ ეს კონფლიქტი საკითხი ხება იმას, თუ ეს საქმე მივა ბოლომდე და ტრამპი მოახერხებს იმას, რომ გრენლანდიას შეიერთებს და დე ფაქტო, როგორც მინიმუმ დე ფაქტო მის გავლენის სფეროში მოაქცევს, მაშინ კითხვა ისმება თვითონ თავად ნატოს როგორც ორგანიზაციის ლეგიტიმურობის თაობაზე. თუ ნატოს ფუნქცია ისაა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, მაშინ და ამ შემთხვევაში იგი ვერ უზრუნველყოს უსაფრთხოებას, მაშინ გამოდის, რომ მისი არსებობის პერსპექტივა იხურება სამომავლოდ. და თუ ეს მოხდა, თუ ის პრეცედენტი, თუ იმ პრეცედენტს ჰქონდა ადგილი, რომ მართლა განხორციელა ტრამპის მიზნები, მე მეჩვენება, რომ ეგ ირიბი მინიშნება არის რუსეთის მიმართ, რომ თქვათ, რაც რა ინტერესებიც აქვს რუსეთს თავის ისტორიის მანძილზე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან იგივე, ის განახორციელოს.
და ევროპა რჩება ამ კონტექსტში ევროპელების განცხადება მაგალითად იგივე მერცის განცხადება ჩვენ მოვისმინეთ რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა მაგრამ ასეთი საუბარი მე ვფიქრობ რომ დავშიშობ დაგვიანებულია ევროპას მე ვფიქრობ რომ ასეთი საუბარი უბრალოდ აღარ უშველის ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს და ჩვენ შეგვიძლია მე ამაზე თალკე ვისაუბროთ და ევროპა რჩება მიტოვებული საბოლოო ჯამში ესეც სურათი ხდება თვითონ შეუმზადა საკუთარ თავს ევროპელებმა თავს თვითონ დააბრალეს ინფორმაცია რომ ტრამპმა ევროპის ქვეყნები ხო იცი ნამდვილებიან პირველ რიგში დანია რა თქმა უნდა ანუ გრენლანდიის გადაცემას მიერთებას პრაქტიკულად მოდი ვთქვათ ოკუპაციაა რა არანაირი განსხვავება არ არის ხა ეს ტანკებით მოხდება თუ უბრალოდ ვერბალურად რა თქმა უნდა ხო ოკუპაცია იგივეა ფორმა ოკუპაცია ამას სხვა სიტყვა არმიის ადაგება ხო ეცი ნამდვილებიან სკანდინავიის ქვეყნები დანიაც ყველაზე ასე ვთქვათ კვეთრად და შეერთებულმა შტატებმა ახლა ეხა გახდა ცნობილი იმ ქვეყნებს ვინც ამას პირდაპირ ეწინააღმდეგებიან და ემუქრება სანქციებით პირველი თებერვლიდან ანუ რაღაც დარჩა პირველ თებერვლამდე კონკრეტულ ქვეყნებზეა საუბარი ვინც ეწინააღმდეგება მას ყველაზე მკვეთრად დანია გერმანია ბრიტანეთი საფრანგეთი ნიდერლანდები ფინეთი ნორვეგია და შვედეთი ამ ქვეყნებზეა საუბარი ამ ქვეყნებს შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი პროდუქციით ვაჭრობაში და არა და შეერთებულ შტატები ამათვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია გერმანიისთვის და შვედეთისთვის განსაკუთრებით 10%-იანი ტარიფების გადახდა მოუწევთ ხა ამათ ეკონომიკისთვის ეგ მით უმეტეს იმ პირობებში როცა რუსეთთან ისევ შეერთებული შტატების იძულებით გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა და არც რესურსებს არ იღებენ და სხვადასხვა გერმანიას უკვე ჩრდილოეთ ნაკადი რომელზეც უკვე ექნებოდა ძალიან დიდი ფინანსური მოგება უკვე აუფეთქეს და აღარა აქვს ძალიან დიდი დარტყმა 10%-იანი ტარიფების გადახდა მოუწევთ და თუ ეგ კიდე არაფერი ეს არის პირველი რაც გარანტირებულად მიიღებენ 1 ივნისამდე ამ წლის 1 ივნისამდე თუ გრენლანდიის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას იურიდიულად არ დათანხმდებიან ანუ იქ რაღაც ხო უნდა გაფორმდეს ეხა ხელი ხო უნდა მოეწეროს რომ აი შენია უკვე არ დათანხმდებიან ეს 10% გახდება 25%. ანუ ნახე როგორ ჩინეთთან რამდენი პროცენტიდან დაიწყო ტარიფები მე მგონი 10-დან დაიწყო ხო ჩინეთთანაც დაახლოებით ესე მახსოვს და მე აიწია. დაახლოებით იგივე მასშტაბის საკითხია უკვე ანუ იმდენად გაცლებით მაღალი თემა არის გაცლებით ძიმე ის არის რომ ერთი ცივილიზაციის ხალხი და სახელმწიფოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და თან ისე დაუპირისპირდნენ რომ თავარი წარმართველი ძალა ცივი ომის მერე იყვნენ ეგ დასავლეთი ანუ ამერიკის შეერთებული შტატები და ნუ ითვლებოდა ევროპაც მაგრამ ამერიკამ გადაწყვიტა რომ ფეხზე პირია ევროპა ჩემ ინტერესებს გავატარე მაქსიმალურად და ევროპას ფეხზე იმიტომ რომ კოდალი ცივილიზაცია აქამდე თუნდაც ჩვენი ლიბერალების ესეთი კოზირი რა იყო ხოლმე რომ აი რატოა იცი ევროკავშირი და ნატო კაი? იმიტომ რომ ვინც ნატოში და ევროკავშირშია ესენი დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთს არ ეომებიან. იქ შიგნით ცივილიზებულად გვარდება. ჩვენ კი ვიცოდით რომ ეხა მაგალითად იქან როგორ არ იყო კაცო კვიპროსის კონფლიქტი რო ავიღოთ. მაგრამ ნახე ეხლა არის რაც ეხლა ხდება ეს კვიპროსის კონფლიქტზე ბევრად უფრო სერიოზული საკითხია და რატომ? ნახე იქ კვიპროსის შემთხვევაში იყო თურქეთი და საბერძნეთი, ხო? ეს არის ქვეყნები მithumetes იმ წლებში, საერთოდ არ წყვეტდნენ სოფლიო პოლიტიკას და არც საერთაშორისო წესრიგის გარანტორები ნამდვილად არ ყოფილან. და ახლა საუბარი ვიზია, იცი რომ აი მაგ ერთიანი დასავლეთი რა ვამბობთ, სიტყვა დასავლეთი და დასავლური ძალები და ცივილიზებული სამყარო, ვინც მაგ ჭყალებში ცივილიზებულ სამყაროს უმაგრებდა ზურგს, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? მაგათ ანუ თუ არ არსებობს ზოგადად ეგრეა საერთაშორისო წესრიგი რო არსებობდეს უნდა იყოს ვიღაცა ერთიანი პოლიციელი რომელიც სანქციის ისე თქვა დამრღვევს ამ წესების დამრღვევს სანქციით დაჯის ეხლა რა გამოვიდა იცი ვინც იყო თვითონ დამცველი ამ საერთაშორისო წესრიგის ის გახდა პირველი დამრღვევი